საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის. პირველ რიგში მადლობა რომ დაგვრთანხმდით ინტერვიუზე. შვენიერი ამას არ გავმაზავდი არც ერთ ვარიანტში, იმ კიბეზე ამოსვლაც და აქ ჯდომაც არის თავისთავად გამოცდილება, რომელზეც უარს არ ვიტყვი. თან რაღაცა მთვარეც ისე დაემთხვა, რომ შვენიერი მთვარე, ფიროსმანის. ხო, თან რაღაცა შეგრძნებაა თითქოს ზემოთ ხარ. აქედან თითქოს ყველაფერი უფრო სხვანაირად უნდა ჩანდეს, მაგრამ მე მინდა რომ დღევანდელ ინტერვიუში მივხვდეთ იმისა, რომ ზედაშრეში ვიმყოფებით, მაინც სიღრმეებში ჩავიდეთ ქვემოთ და ამაზე ვილაპარაკოთ. და მე მინდა რომ მედია მენეჯერ თამარ ჩერგოლეიშვილზე გკითხოთ. ვიდრე პოლიტიკაში წავიდოდა თამარი. გკითხეთ. ხო და გეკითხებით. გეტყვით, რეალურად მე არა ვარ ტიპიური მედიის ტიპიური წარმომადგენელი. მე არ მაქვს ჟურნალისტური განათლება და არანაირი პრაქტიკა ჟურნალიზმის, როცა ტაბულას დაფუძნება გადავწყვიტე, მე არ მქონდა. და რეალურად ტაბულა ესეთ წმინდა ჟურნალისტურ პროდუქტადაც არ წარმომედგინა. ტაბულა უფრო წარმომედგინა სიმძიმის ცენტრად იმ ღირებულებებისთვის, რაც იმ ადამიანებს ქონდა, ვინც ტაბულას ქმნიდით. და ეს ხდებოდა 2008 წლის შემდეგ, ამაზე ფიქრი დავიწყე 2008 წლის შემდეგ, იმიტომ რომ დავინახე, რომ იმ ხელისუფლებამ, რომელსაც მე მხარს უჭერდი და ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერდი და 2012-ში ხმა მათ მივეცი და ვთვლიდი, რომ ეს სწორი არჩევანი იყო, ამ გადმოსახედიდან მით უმეტეს, უკან დახევა დაიწყო იმ დღის წესრიგიდან, რომელიც განაპირობებდა ჩემ მხარდაჭერას. ეს იქნება სეკულარული სახელმწიფო, ეს იქნება შემაკავებელი მექანიზმების და ინსტიტუტების დანერგვა, ეს იქნება მცირე მთავრობის პრინციპების ღალატი, როდესაც რაღაც პოპულისტური გახდა უფრო ხელისუფლება, იგივე ეკლესიის მიმართ ეს რაღაც ისინი თქვა გაგორება ერთგვარი და ეს რაღაც როგორ თქვა ერთგვარი დაგავარნაკი შედგა მე სხვა რამეს ვერ დავარქმევ ხო ეს ყველაფერი ჩემ ხო იგივე ეკონომიკური კუთხით იგივე განათლებაში რაც მოხდა ხო მთელი პირველი პოსტვარდების რევოლუციური რეფორმა მიმართული იყო დეცენტრალიზაციისკენ სკოლებში თვითმმართველობის გაძლიერებისკენ ანუ ადგილებზე გაძლიერებისკენ და 2008 წლის შემდეგ როდესაც იმ ხელისუფლებამ პირველი მარცხი იწვნია თბილისში მიშა სააკაშვილმა არჩევნები საპრეზიდენტო გაჩეჩილაძესთან წააგო და ეს მისთვის ძალიან დიდი შოკი იყო. ერთგვარად ძალაუფლების პრეზერვაციაზე გადავიდნენ, უცებ მასწავლებლები დაინახეს საარჩევნო რესურსად და დაიწყო სუპერცენტრალიზაცია, როცა შაშკინი მოვიდა და მე ძალიან შევშფოთდი ამით, ხედავდი რომ ძალაუფლების შენარჩუნებაზე გადავიდა ის ძალა, რომელიც მოდერნიზაციის ლოკომოტივი იყო ამ ქვეყანაში და მინდოდა რომ გადამერჩინა ის ღირებულებები, რისთვისაც მე იმ ძალას მხარს უჭერდი და ამიტომ მე ლევან რამიშვილთან, კახა ბენდუქიძესთან, მაშინ ლადო გურგენიძესთან ერთად და თქვენი თავის დროზე დამფუძნებელიც დავით კეზერაშვილიც გვეხმარებოდა მაშინ ამ საქმეში დავაფუძნეთ ტაბულა რეალურად ღირებულებების ფორპოსტად მაგრამ ეხლა როცა მედიას აფუძნებ მედიას აქვს თავისი სტანდარტი ხო რომელიც უნდა დაიცვა მე მქონდა პრობლემა იმის რომ არ მომწონდა მაშინდელი მედია ძალიან არ მომწონდა ქართული მედია და არც კი ვიცოდი სტაფი როგორ უნდა ამეყვანა ანუ ვინ უნდა ამეყვანა ჟურნალში რა ქვია ჟურნალში და მანდაც ორიგინალური მიდგომა ვიპოვეთ 2009 წელს უკვე ძალიან აქტუალური იყო Facebook-ი და პოლიტიკური დისკუსიები Facebook-ზე ხდებოდა. და მე და ლევან რამიშვილმა ესეთ რამე მოვიფიქრეთ, რომ ჟურნალისტიკა რა არის, ხო, რაღაცა თემების სიღრმისეული ცოდნა და ეთიკური ნორმები, ეთიკური სტანდარტები რა და ვიფიქრეთ, რომ ვისაც აზრის ჩამოყალიბება კარგად შეუძლია, ის სწორი ღირებულებები აქვს და ეს ყველაზე კარგად საჩანს. იქ სადაც შენ აზრს წერ, ისე რომ არავინ არ გწდის იქ, ხო? ანუ შენთვის წერ. ამიტომ დავიწყეთ Facebook-ზე ადამიანების პროფაილინგი რეალურად და ამოვარჩიეთ ძალიან ბევრი, 100-ზე მეტი ადამიანი, რომლის აზროვნების წესიც, ვთქვათ, წყობა, ლოგიკა, მართლწერა, წესები, როგორც წერდა აზრის ჩამოყალიბება მოგწონდა და შევთავაზეთ. და აქედან უდიდეს ნაწილს არანაირი ჟურნალისტური გამოცდილება არ ქონია. ღირებულებებზე გადაწყობილი ხალხი იყო და არა იქ რაღაცა სოციალურ წრეზე, ან კლანზე, ან უბანზე, ან ამ შემდეგ და ამ ხრივ ძალიან დიდი გამოცდილება. ოღონდ მან როგორ იყო რომ
მე ვიყავი უშრობის საბჭო მაშინ საგარეო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის ცოლი, ხო? ეხლა შენ რომ მედიას აკეთებ, ბუნებრივია თავდასხმები, რომ ეს რაღაცა რუპორად კეთდება. ღირებულებების რუპორი ნამდვილად იყო. ოღონდ მათ შორის იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო ათვისება და განსხვავებული ხმაც იყო იმ დროის მედიაში ტაბულა. მე ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ტაბულას გამოჩენამ რაღაცნაირად მომცა იმედი, რომ ეს რაღაცა ცოტა ჩაჭაობებული მიდგომა და გაგება ჟურნალიზმისა, ჟურნალისტიკისა დაიმსხვრეოდა. ეს ფიქრობ, რომ შექმნა მაშინ ტაბულამ, როცა ის შეიქმნა. ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ ასე ხედავთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, რომ ამ პირობებში, როცა მე და ლევან რამიშვილი, კახა ბენდუქიძე, ანუ ძალიან ჩამოყალიბებული იდეოლოგიის ხალხი ვიყავით და ჩვენი მიკერძოება ცხადი აქ გქონდა, ეხა ვერ გავაშუქებდი ვერასოდეს თანასწორად იმას ნატოში წავიდე თუ რუსეთისკენ წავიდე, ხო? იმიტომ რომ მე თვითონ მხარდამჭერი ვიყავი, სარედაქციო პოლიტიკა ეგეთი გქონდა. მაგრამ ამის პარალელურად იმას ხვდებოდით, რომ ჩვენ მოგვეთხოვება, რომ ვიყოთ პაპზე უფრო კათოლიკეები იმისთვის, რომ გვენდოს კითხველი. და ეხლა დასაწყისში ბუნებრივია უნდობლობა იყო ეხლა ბოკერიას ცოლი რა სიტყვის, ხო? და ძალიან ჭკვიანი ადამიანებისთვისაც კი რთული გასაგები იყო, რომ იქ შეიძლება კარგი ჟურნალისტიკა კეთდებოდეს, მაგრამ მერე დროთა განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ კი, ტაბულას ძალიან მკვეთრი აზრები აქვს და ხედავ შენ რა მოსაზრებები აქვს. უბრალოდ ის ფაქტებს და კომენტარებს ერთმანეთში არ ურევს. ფაქტს ფაქტად გთავაზობს, კომენტარს კომენტარად გთავაზობს და მკითხველს პატივს ცემს, რომ დასკვნები თვითონ გამოიტანოს იმ ყველაფრიდან, რასაც ტაბულას თავაზობს და ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ტაბულა დადგა ფაქტის და კომენტარისგან. მე მაქვს ჩემი აზრები, ოღონდ მე ამას შენ ფაქტებად არ გასახებ. აი ეს იყო მთავარი პრინციპი, რასაც ტაბულა დაიფუძნა. კეთილი. მაშინ თქვენ თქვით, რომ ეს რაღაც გამოცდილება ჟურნალისტიკის, მედია მენეჯერობის გზად შეიძინეთ. ახლა პოლიტიკაში რატო წახვედით? გაგრძელებად ვხედავ ყველაფერს. რის? იმ ღირებულების დასაცავად წავედი პოლიტიკაში, რა ღირებულებების დასაცავადაც ტაბულა შევქმენი. ანუ ღირებულებებშია ჩემთვის საქმე, იმიტომ რომ მე მგონია, რომ საქართველო მაშინაც და ახლაც ფასეულობით ბრძოლაშია. ანუ ჩვენ არ გვიდგა იგივე დილემა, რაც მაგალითად ხავერდოვანი რევოლუციების დროს აღმოსავლეთ ევროპას. იმიტომ რომ აღმოსავლეთ ევროპაში რა მოხდა? არსებობდა განვითარებული საზოგადოებები, მათ შორის რაღაცა დემოკრატიის ელემენტებით უკვე და ის დაიპყრო რეჟიმმა და რეალურად პოლიტიკური ოკუპაცია მოახდინა მათი, ხო? და საქართველო დაპყრობილი იყო 200 წლის განმავლობაში. სახელმწიფოებრიობა, ვისაც ახსოვდა, ის თაობა გაწყვეტილი იყო, სამწლიანი სახელმწიფოებრიობა, რაც ჰქონდა და ვინც შექმნა და ვინც ის კონსტიტუცია დაწერა. დახოცილი იყო ის ხალხი, მთლიანად მეხსიერება წაშლილი იყო. საუკეთესო, ანუ ამერიკელებიც არ ყოფილან, ხო? ჯეფერსონები, მედისონები და ის, მაგრამ კრეატიული უმცირესობა ყავდათ. ელიტა ყავდათ, რომელმაც დააფუძნა ისეთი სისტემა, რომელიც უზარმაზარ გამოწვევებს და ექსცესებს უძლებს, ხო? ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ტრამპმა რაც არ უნდა მოინდომოს, იქ არსებობს სასამართლო, რომელიც ამას დაბლოკავს. როგორი ექსცენტრული ფიგურაც არ უნდა შევიდეს, მაგალითად მასკი ამერიკის ხელისუფლებაში, იქ გაწონასწორების მექანიზმები ისე მუშაობს, რომ სისტემა თვითონ დევნის ეგეთ ელემენტს რა და რეალურად ჩვენ გჭირდება ეგეთივე კრეატიული უმცირესობა, რომელიც აქ იმ სისტემას დააფუძნებდა, სადაც ქართველები მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთმანეთთან შეძლებდნენ, დოვლად შექმნიდნენ, განვითარებისთვის იზრუნებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხალხი მკვდარი იყო. ეს ხალხი მოკლეს კომუნისტებმა. 20,000 კაცი გაჟლიტეს. 80,000 კაცი გადაასახლეს, 100,000 კაცი დაატყვევეს. და ამის მერე აი ეს სტალინური სასტიკი რეპრესიები რო დასრულდა და საზოგადოება რო გატეხილი იყო თითქმის 700,000 კაცი აიყვანეს და მაშინ რა ქვია, მეორე მსოფლიო ომში წაიყვანეს მაშინ, როდესაც გერმანულ ჯარისკაცს ქართულ მიწაზე ფეხი არ დაუდგამ საერთოდ. მე იმას კი არ ვიზახი, რომ ქართველები ნაციზმის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებდით, ხო, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ერაყში იქნებოდა თუ ავღანეთში ისე ვიბრძოლებდით ნაციზმის წინააღმდეგ, მაგრამ 700,000 კაცი ხო არ წავიდოდა და 300,000 კაცი საზარბაზნე ხორცად ხო არ დაიღუპებოდა. ანუ გაგწყვიტეს რეალურად და წითელი ხარის ნაძოვზე ბალახი აღარ ამოდის ეს პავლო იაშვილის ლექსია, ხო ზუსტად ეგ გამოვიდა, ანუ ჩვენ არ გქონდა ელიტა, რომელიც შეძლებდა იმ სისტემის დაფუძნებას, რომელსაც ქართველები ბუნებრივად და გენეტიკურად ვიმსახურებთ, ხო? ქართველები გენეტიკურად, ბიოლოგიურად, ყველანაირად ვართ ევროპელები, იმიტომ რომ
ლიბერალურები ვიყავით ჩვენ. ანუ რო აიღო წყობა საქართველოსი, როგორც იყო ბუნებრივი, როდესაც ჩვენ თავისუფალ არჩევანს ვაკეთებდით, არც მეფე იყო განსაკუთრებული ძალით აღჭურვილი. ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ სამთავროები, ხო? ანუ როგორც იყო დანაწილებული, ეს ჩვენი წყობა იყო ევროპული და მოგვახვიეს თავს ეს ტოტალიტარული წყობა, ზემოდან ქვემოთ სისტემა და აი ამაში ირყევა ქართული საზოგადოება, სანამ არ შეძლებს ქვემოდან ზემოთ ისეთი პოლიტიკური სისტემის აგებას, სადაც ქართველები საკუთარი თავის რეალიზაციას შეძლებენ. ამას ჭირდება თვითმმართველობის რეფორმა, დეცენტრალიზაცია, ამას ჭირდება სასამართლო რეფორმა, ამას ჭირდება სწორედ, მაგრამ ეს ორი რეფორმა, თვითმმართველობის და სასამართლო რეფორმა, მიმაჩნია სასიცოცხლოდ იმისთვის, რომ აი თუნდაც ამ მდგომარეობიდან, რაც ახლა ვართ, აი ამ ქაოსში, განუკითხაობაში, ხო, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიოთ და ამ რესურსს ხედავ ჩვენ საზოგადოებაში. ხო, სასამართლო ალბათ პირველია და თუ ის ჯამთელია, ყველაფერი დანარჩენი შემდეგ მახსოვს 2005 წელს ჩამოვედი ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველად ესე ხანგრძლივი დროით სამთვიანი მივლინებით გამომიშვეს და ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დამეწერა საქართველოს მთავრობასთან ერთად და მაშინ პირველად აღმოჩნდი კახა ბენდუქიძესთან. კახა ბენდუქიძესთან თანამშრომლობით ვწერდი ამ პროექტს ევროპის საბჭოდან მივლინებით ვიყავი ჩამოსული და მაშინ მახსოვს რომ პირველად შევხვდი და მერიოთი ვხვდებოდი რა და თავარ ეკონომიკურ რეფორმად რამე გაჩნიათ მეთქი და სასამართლო რეფორმა მითხრა. ანუ თუ შენ გაქვს სამართლიანი სასამართლო, სადაც ადამიანების იმ სამართალს იპოვიან და იმ სასამართლოს ნდობა აქვთ, ხო? სულ სხვანაირად მიდის ეკონომიკური აქტივობაც, სულ სხვანაირად შემოდის ინვესტიციებიც, ანუ დაცულობას და სამართლის პოვნის შეგრძნებას ძალიან დიდი სტიმული აქვს ეკონომიკისთვის და მაგას მერე რაც დრო გადიოდა და გადიოდა, უფრო და უფრო მეტად ხვდებოდი რა მითხრა რეალურად მაშინ კახა ბენდუქიძემ და მაგალითად საგადასახადო რეფორმის ნაცვლად რატო დამისახელა მთავარ ეკონომიკურ რეფორმად სასამართლო რეფორმა, რომელიც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამწუხაროდ. ჩანერგა აი ეს ნაფიცი მსაჯულების ელემენტი 2010 წელს, მაგრამ ეს იყო ძალიან გვიან და ძალიან ცოტა. ცოტა მერე გააუქმა, თუ გახსოვთ ალბათ გემახსოვრებათ იყო ყველა საქმეზე თითქმის მერე შეზღუდა დატოვა მხოლოდ განზრახველობაზე, მერე ისიც შეზღუდა და მხოლოდ 100 ეს უკვე შეზღუდა ამათმა შეზღუდეს, იმიტომ რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ხო როგორია, მომზადებელი პროკურორი ვერ გავა და იმ სიტყვებით ვერ ელაპარაკებს, რა სიტყვებითაც დღეს ლაპარაკობს, არავის რო არ ესმის საერთოდ პრიმა მუხლის, ანუ სასამართლოს ხდომას რო ესწრები, არაფერს არ ისმენ საერთოდ. ერთადერთი შეიძლება უბრალოდ აღშფოთდე იმაზე, რებს ბედავენ, ხო და რა უხარისხობას თავაზობენ და ნაფიც მსაჯულებში ეგრე არ არის. როგორ თქვა, ამ მოღალატეებსაც ნაფიცი მოქალაქეებმა გაასამართლონ. ვერდიქტი გამოუტანონ მოქალაქეებმა 12 მსაჯულმა. თავად ამათ. ამათაც. საინტერესო იქნება. მოდით რახან ორივე პოლიტიკურ ძალაზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ეგეთ კითხვას დაგისვამდით. შეიძლება ივანიშვილი სააკაშვილის ბუმერანგად ჩავთვალოთ? რეაქციულ ძალად უნდა ჩავთვალოთ. ანუ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, ხო? ანუ განაცხადი ვარდების რევოლუციის ეს იყო. მოდერნიზაცია იყო განაცხადი, ხო? ეხლა რა გამოუვიდა, რა არ გამოუვიდა 2008 წლის შემდეგ როგორ გადაუხვია და დაიწყო. ცალკე საკითხია, მაგრამ თავარი იყო როგორ იყო ეს ყველაფერი, რა განაცხადი გააკეთა ქართულმა საზოგადოებამ, ხო? როცა 96%-ით მხარი დაუჭირა სააკაშვილს. ანუ ვარდების რევოლუციას მოვლენას, როდესაც ქართველებმა თქვეს, რომ მე აღარ ვიცხოვრებ კორუფციაში. ჩემთვის სტაბილურობა არ არის საკმარისი. მე მინდა გაჭრილად დასავლეთში, მე უნდა გავხდე ნატოს წევრი. ჩემი პარტნიორი არის ამერიკა, აგერ ამერიკის პრეზიდენტი ჩამოდის ქვეყნის ცენტრში დგება და მოგმართავს, ხო? ანუ ეს განაცხადი იყო გაკეთებული და მოდერნიზაციაზე რეაქცია არის ბიძინა. უბრალოდ პრობლემა რაშია, იცით მე როგორ ვხედავ ამ ყველაფერს, აი ხშირად იმას რომ ჩაული ხოლმე რუსთაველზე, კი არა თუ თავისუფლების მოედანზე ამ წმინდა გიორგის ქანდაკებას, ხო? ამ ქანდაკებასთან დაკავშირებული ძალიან ესეთი კონკრეტული ისტორია მაქვს. 2004 წელი იყო თუ რაღაც სტრასბურგიდან შვებულებით ვიყავით ჩამოსული და რო ჩამოდიოდი ხოლმე ამათ ყველას ჩამოუვლიდი. ხა ვარდების რევოლუციის ავანგარდში ვინც იყო, ესენ ჩემი მეგობრები იყვნენ. მიშა სააკაშვილს 90-იანი წლებიდან ვიცნობდი, როცა ის რეფორმატორი იყო და მე ამერიკელებთან ვიყავი და თანამშრომლობდით, ვეხმარებოდით ძალიან თავისუფლების ინსტიტუტის ხალხიც. მაშინ გავიცანე, ჩემს ძალიან ძვირფას
მისი მეგობრები იყვნენ და ჩამოვლიდი ხოლმე და მიშასთან რომ მივედი სანახავად მე-11 სართულზე იჯდა ჯერ კიდე კანცელარიაში და აღფრთოვანებული იყო ეხა იმ ყველაფრით რაც დაემართა ზოგადად ძნელი დასაჯერებელია 96% რომ ხარს დაგიჯერს ხო და თან მით უმეტეს მიშას გამოცდილების ადამიანი რომელიც ეხა ესე გათქვეფილი ბავშვი არისო რა ანუ ვიცნობ ხო მას კარგად უცებ ესეთი რაღაცა ძალიან გახარებულმა გამომირბენინა მაკეტი მესი რა ქვია რაღაც მამალოდეებს რა იქ თუ რაღაცა და ეს რა არის მეთქი ვკითხე და ესო არისო წმინდა გიორგის იმას ვთქავო ძეგლს ვთქავო თავისუფლების მოედანზეო და ვინ აკეთებს მეთქი ამას და ზურაწერეთელიო და ნუ ლუშკოვის პაპატოვისა და მე ვხერ მიშა რას მელაპარაკები მე ვხერ ზურაწერეთელს ამას როგორ აკეთებინა ხო თუ წმინდა გიორგის გაკეთება გინდა რავი კონკურსი გამოაცხადე და ესო სწრაფად და იაფად აკეთებსო და მოხერე ასე გეჩქარება მეთქი საკუთარი თავისთვის ძეგლის დადგმად ხო იმიტომ რომ ხო წერტილები ხო გადავაერთე ხა წმინდა გიორგის რატო დგავს უცებ ეს სეკულარული კაცი ხო იმიტომ რომ 23 ნოემბერი გიორგობა 6 მაისი როცა აჭარაში ასლანი გაიქცა და აჭარა გათავისუფლდა ასევე რაღაც ბორბალზე წამების დღეა თუ რაღაცა ასევე გიორგობა და მივხვდი რომ თავის თავს აიდენტიფიცირებს წმინდა გიორგისთან რა. მაშინ მახსოვს რომ მე გიგარო ვნახე მეგონი დავიღუპეთ მეთქი, იმიტომ რომ 2004 წელი იყო. რაღაცა სუპერგმირის ჩარჩო გამოვუგზავნე სტრასბურგიდან რევოლუცია რომ მოიგო და მეგონი დაიჯერა მეთქი რომ სუპერგმირია თქო, იმიტომ რომ თავის თავს უკვე ძეგს უდგავს ჯერ წელიწად ნახევარი არ გასულა, რაც მთავრობაში მოვიდა თქო. ამაზე ვიცი ოღონდ სერიოზულად ვერ აღვიქვი. მაგრამ რეალურად ეგ მოხდა რომ თავის თავს ძეგლი დაუდგა და იმასთან რომ გავივილი ხოლმე ხშირად ხო და უყურებ. გონია რომ შეიცვალეს ადგილები ურჩხულმა და ოღონდ უკბილოა ის. ანუ შეიცვალეს ადგილები ურჩხულს თუ დიდხანს, ანუ უსყრულს თუ დიდხანს შესცქერი, ისიც შემოგცხერის, ხო? ძალიან ნიჩიანურია ეს ყველაფერი და რაღაცნაირად რაც მიშას ებრძოდა, აი ეს რეაქცია, ხო? აი იმ რეაქციას გაუწვა. დამსგავსება დაიწყო 2008 წლიდან. ხო, ამიტომ კითხეთ მე 2000 რო თქვენ გაყავით 8-მდე და 8-ის შემდეგ და აი 8-ის შემდეგ ვიდრე 12-მდე პერიოდი ხომ არ დაგვიბრუნდა ბუმერანგივით ივანიშვილის სახით თქო. არა, ეს აუცილებლად ისედაც რეაქცია აუცილებლად მოყვებოდა იმ ძრებს, რა ძრებს, ანუ იმ ხელისუფლებას მე ვხედავდი, ანუ უფრო კამიკაძეებად ვხედავდი, ანუ მე მინდოდა რომ მიშა ამისთვის ყოფილიყო მზად. მე ესე ვხედავდი, რომ მას ისეთი მძიმე რეფორმები ქონდა გასაკეთებელი, რომ ბოლომდე უნდა ევლო, თუნდაც აფეთქებულიყო ამ რეფორმების შედეგად, მაგრამ თავისი კურსისთვის, მოდერნიზატორის კურსისთვის, სეკულარული სახელმწიფოს დაფუძნების კურსის ამისთვის არ უნდა გადაეხვია, იმიტომ რომ მაგას ზუსტად ვხედავდი, რომ წააგებდა. რაც იქ იმათ მოედანზე გადაუცდებოდა ფეხი, ეს უკვე იყო ჩემთვის უფსკრულზე, რაც უფსკრულს შესცქერი და ისიც შემოგცქერის. აი ამის ეს და მე ეგეც რა ბეტმენი რო გააგრძელო, ეგეც ხო ნიჩეს მოტივებზეა, ხო? აგებული და იქაც აი ჰარვი რო ეუნება, რომ ჰარვი დენტი რო ეუბნება, რომ ან საკმარისად დიდხანს ცოცხლობ, რომ ან სუპერგმირად კვდები, ან საკმარისად დიდხანს ცოცხლობ, რომ იმ ურჩხულს დაემსგავსო, რასაც ებრძოდიო რა. ანუ აი ეს ბეტმენის ცნობილი ფრაზა ხშირად ნოლანის ბეტმენშია ხშირად მახსენდებოდა მე მიშას რო უყურებდი, იმიტომ რომ რაც მას ებრძოდა და ხშირად უსამართლოდ, ხო? იმაზე დამსგავსება დაიწყო, წააგო და წაგების მერე საერთოდ გავიდა, იმიტომ რომ ქართველები არიან ქოცები, ბიძინამიცის ქართველების ენა, ტაბულა უნდა დასავალი გახდეს, ეგენი არიან ქართველები, ეგ უნდათ ქართველებს, ვოუ, მე არ მინდა მიშა. ეგ მე არ მინდა. და საიდან დაადგინე რომ ქართველებს ეგ უნდათ, ხო? მაგრამ აი ეს დაემართა რა რეალურად და ეს თავისთავად ჩემთვის ძალიან საწყენია, ოღონდ დიდი ხნის ჩავლილი ამბავია და დიდი ხანი არაფერზე არ ნერვიულობ, რომ ნავეჭები არ გამიშდეს. ძალიან კარგი. მოკლედ სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მაინდა-მაინც პესიმისტი, სულ ოპტიმისტი ვიყავი, მაინც ზუსტად ვერ ხვდები, როგორ მივიღეთ რეჟიმი. ისეთი ფორმით, ისეთი სახით, როგორც ახლა გვყავს. ეს არ მიგვიღია ჩვენ ქართული ხალხის და ქართული საზოგადოების გამო. მე ამას მკაცრად ვეწინააღმდეგები, ყველგან ვეწინააღმდეგები.
ეს ყველაფერი მივიღეთ იმის გამო, რითიც დავიწყე, ელიტის გამო. ელიტა, პოლიტიკურმა ელიტამ გვიღალატა და ამ შემთხვევაში ჩემ თავსაც გულისხმობ, რომ ვერ შევძელი, რომ გამეტანა ეს ყველაფერი. ადამიანის ევოლუციური ბუნებაა, რომ ცვლილებების ეშინია, რისკმოშიშია ადამიანი ევოლუციურად. ანუ რატო არის აი ალუდაქეთელაური, ან თემიდან მოკვეთა, რატო ითვლებოდა სასჯელად? იმიტომ რომ მარტო ადამიანი ძნელია, რომ ხა რაც დრო გავიდა და ეხა რაღაცნაირად ემანსიპირდით ადამიანები, უფრო იოლი გახდა ეხლა რაღაცაზე მარტო შერკინებაც და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად, ანუ მასა ადამიანების აბსოლუტურად ბუნებრივად და ევოლუციურად არის რისკმოშიში და სტატუს კოს უფრთხილდება. ანუ ვიღაცა თუ დღეს ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს, აუცილებლად იმიტომ კი არა, რომ მოსწონს, ბიძინა მოსწონს. უბრალოდ თავისი სტატუს კო მისთვის ძვირფასია, რაღაცაში ცხოვრობს. შეიძლება ძალიან უჭირდეს, შეიძლება სოციალურად დაუცველიც იყოს, მაგრამ რაღაც ტიპის წესრიგი აქვს და შენ თუ არ აჩვენებ, რომ ცვლილება მისთვის რაციონალური გამოსავალია და უკეთესად იქნება ცვლილების შედეგად, ამისი თუ არ ჯერა, ნაბიჯს არ დგამს და იმისთვის რომ ეს გაიგოს, შენთან იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს, მის პრობლემებზე უნდა მსჯელობდე, თუნდაც ჩხუბობდე, თუნდაც კამათობდე, ხმაური იმ თემებზე ესმოდეს, რასთანაც ის იდენტიფიცირებას ახდენს. ეს არის აუცილებელი იდენტიფიცირება ადამიანების შენთან, თვითიდენტიფიცირება იმისთვის რომ გამოყვნენ და ეს ყველაფერი იგნორირებული იქნა, ანუ რეალურად ბიძინას მოედანზე გადავიდნენ, პოპულიზმში შეჯიბრი დაიწყო, მახსოვს ტვინში სისხლი ჩამექცა კინაღამ, ანუ ჩემთვის ყველაფრის ღალატი იყო ეგ რა, რასაც განასახიერებდა მანამდე უცებ აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნათელმირონობა რო გაუხსენეს თუ რაღაც, ანუ აი შოკში ვიყავი, რომ ის ხალხი, ვისთანაც მე ამ ხელა ფასეულობითი ბმა მქონდა, უცებ ამას კადრულობდა, იმიტომ რომ თვლიდა, რომ ეს მას რამეს მოაგებინებს და თან ეს ხო ვერაფერს ვერ მოგაგებინებდა, ანუ შენ თუ ასავალ-დასავალობა გინდა, ჭეშმარიტ ასავალ-დასავალს როგორ უნდა აჯობო თემუდან გამოწერილმა ასავალ-დასავალმა, ხო? ის ხო რეალურად ესეთია და ამიტომ აი ეს იყო წაგებულ ბრძოლაში, წითელი დედოფლის ბრძოლაში იყო შესული ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში და მე როგორ არის იცი ნიჩეს რო დაუბრუნდე ძალიან ეს არის, როგორ უნდა აღსდგე თუ არ დაიფერფლე და შენ ახსენე რომ ეხაო ცოტა როგორ მოვედით აქამდეო, სულ ოპტიმისტი ვიყავიო და გულისხმობდი რომ პესიმიზმის შემო მე პირიქით ვარ. იმიტომ რომ მე მგონია რომ იმდენად წაგებისთვის განწირული იყო ის სისტემები, რაც ბიძინას ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის სახით იქნება თუ ეხა ნარჩენი არის იმის ლელო დარჩენილი, ხო? ანუ შენ ეხა ლელოს მაგალითზე განსაკუთრებით ვულგარულად და აშკარად ხედავ იგნორირებას ამომრჩევლის ნების. უნდა იმას და მნიშვნელობა არ აქვს ევროპარლამენტი რა სიტყვის, მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილი რა სიტყვის, მნიშვნელობა არ აქვს მისი ამომრჩევლები რა სიტყვიან. რა ხან თქვენ ახსენეთ უნდა თუ უნდათ? ხაზარაძეს უნდა მხოლოდ. არა, გულისხმობ უნდათ ლელოში თუ გარედან უნდათ რომ ლელო არა, მე არ მჯერა გარიგების, მე მჯერა მე თქვენ არ იცით ეგოს რა შეუძლია ადამიანის. ეს ხო ეგეთი ბრძოლა არის, რომ აი თაგვმა რო თქვას, რომ მე ეხა დაჭრილ ლომს დავამარცხებ. არა უნდა დამარცხებ. დამარცხება არ არის მისი ამოცანა. მისი ამოცანა არის მეინსტრიმ ოპოზიციის, ანუ ნორმატიული გავლენა მოიპოვოს ოპოზიციაში. აი შეხედეთ, მას არ ჯერა პროტესტის. არ ჯერა რომ ეს პროტესტი რამეს მიაღწევს. მაგრამ ჯერა იმის რომ აქვს ფული, ჯერა იმის რომ აქვს ტელევიზია და ხედავს რომ სხვას ეს არავის არ აქვს. ანუ მას აქვს შანსი მისი გადმოსახედიდან რომ შევიდეს და აი ეს ნორმატიული გავლენის ხმები, რომელიც უბრალოდ დგება და ოპოზიციას აძლევს ხმას, წაიღოს. რაღაცა ორ ნიშნა იმას დადებს, ახლა ოპოზიცია დანარჩენი თუ არ მონაწილეობს და მარტო ეგ არის ოპოზიცია, ხო? პროცენტულად შედეგს გაიუმჯობესებს. მე ხო წინააღმდეგობას ძალიან იოლად გრძნობ ჩემ თავზე, იმიტომ რომ გავრბივარ და თავით ვერ ჭობი, ხო? ამას აბსოლუტურად გიჟი კი არა ვარ ეხა რომ სიამოვნებს რომ ლანძღავენ ან რაღაცა, მაგრამ სპეციალურად ვაკეთებ, იმიტომ რომ როდესაც ავტორიტეტებს უპირისპირდები, ვინც შეიძლება რომ რა ვქნა, ავტორიტეტის ხათრით, თქვათ, მხარს მიჭერდეს, იმათ ვიცილებ, ხო, საერთოდ, ანუ ჩემს ბაზას ვაგებ. ანუ მე ეს მინდოდა რომ მომდევნო კითხვა ყოფილიყო და თქვენ დაიწყეთ საუბარი, აი ყველგან არავის არ ტოვებთ უპასუხოთ, აი სოციალურ ქსელებშიც კი, სადაც თვალს გადევნებთ თქვენი პოსტები იქნება თუ სხვისი პოსტი, სადაც თქვენი კომენტარია. ძალიან ბევრს ელაპარაკებით და არავის არაფერს არ უთმობთ. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ყველა სიტყვას წამოეგება თამარი, თუ თამარ სტრატეგია აქვს, რომ არავის არაფერი დაუხმოს. სტრატეგია მაქვს, რომ ყველას ველაპარაკო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალურმა მედიამ ძალიან შეცვალა ზოგადად ადამიანების ქცევა და მათ შორის აღქმაც, ხო?
ჩვენ მქონდა საინფორმაციო ასიმეტრია მოშლილია. ანუ ადამიანებს ურჩევნიათ, რომ შენ მას დაუპირისპირდე და ჰორიზონტალურად ელაპარაკო, თანასწორად, თუნდაც რო აგინო. ოღონდ შენ მასთან კომუნიკაციაში ხარ და მას რაღაც როლს ანიჭებ. ვიდრე ის, რომ იდგე ზემოდან და ტელევიზიიდან რაღაცა ბრიფინგები ატარო და მოლოდინი გქონდეს, რომ ეხლა ოჯახები შეიკრიბებიან ტელევიზორის წინ და შენ ისევ მოგასმენ. სხვანაირი გახდა პოლიტიკა, ზოგადად უფრო დემოკრატიული გახდა. მთელ მსოფლიოშიც ამას რასაც ხედავთ, რომ აი ეს რაღაცა ექსცენტრული ფიგურები იგებენ და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ თუ კი ადრე შტიგლიც აქ ამაში ნობელის პრემია აღებული. თუ კი ადრე დიდი უპირატესობა ქონდა, მაგალითად ვიდალ სასუნის რეკლამა რომ ნახე შამპუნების 90-იანებში. მე ობიექტურად მეგონა რომ თავს რო დავიბანდი და გავიქნებდი, ეგეთი თმები მექნებოდა. მართლა, იმიტომ რომ ეს იყო, რა ქვია, ის ავტორიტეტად იყო, ტელევიზორში უყურებდი რეკლამას და მე იმას ავტორიტეტად მივიჩნევდი. სანამ გამოსვედი, დღეს ხო ეგრე არ არის, ეხლა ცოტა ხნის წინ კესოსთან ერთად პარიზში ვიყავით და ის წელი ამტკივდა და წადი მეთქი წამალი მიყიდეთ თხოვე და გავუშვი აფთიაქში რა და რო გამოვენდით გარეთ. მეუთხარი ამ აფთიაქში იყავი მეთქი და არა მაგას ცუდი რევიუები ქონდაო. და მეუთხარი რა რევიუები პარიზში რომელ აფთიაქში შეხვალ მეთქი მაგის რევიუებს კითხულობ და ხო რატომაც არაო. ანუ მე რომელსაც მეგონა რომ ვიდალ სასუნი თუ თავს დავიბან გავხდები ძალიან მაგარი ნაშა ხო? ანუ ეს როცა კესოს ხელა ვიყავი და კესო რომელიც პარიზში მწვანე რვანათებს ჩემთვის ის ავტორიტეტია უკვე შევდივარ და ის რასაც მეუბნება ის არის ჩემი ღმერთი. და კესოსთვის ეგრე არ არის. კესოს სჭირდება სხვა ხალხის აზრიც გაიგოს ისეს და ავტორიტეტი აღარ არის მისთვის ის მწვანე ნიშანი. უნდა სხვა ავტორიტეტებიც შეამოწმოს და იმას აქ. ანუ ადამიანები არიან თუ კი ადრე ტელევიზორის წინ შენ ჯდებოდი, მთელი ოჯახი იკრიბებოდა და აბა ეხლა ეს რა სიტყვის ამას ელოდებოდი, ხო? ეხლა შენ თვითონ ხარ ამის მოქმედი პირი. შენ თვითონ შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი იპოვო, დედა შეაგინო, შეაფურთხო, ეკამათო, მე მიპოვის ნებისმიერი ადამიანი. დაბლოკილების მიპოვიან ახალი პროფილით, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი ვარ, ჩემთან წერა შესაძლებელია. რამე რომ დილით უცხასიათზე გავიღვიძე, შეიძლება გაგინო კიდეც. მაგრამ სამაგეროდ სულ კომუნიკაციაში ვარ შენთან. მე შენ არსად არ დაგემალები, შეგიძლია მომაკითხო მეჩხუბო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ადამიანებისთვის. ანუ ადამიანებს აღარ ჭირდებათ პოლიტიკოსები, რომელიც ბრიფინგს მართავს, ხელებს შემოადებს და იქიდან ცალმხრივად ელაპარაკება და მოლოდინიან, რომ ეს ახლა ყურებში გაძვრებათ სხვებს. იმ ყველაფერს დიდი მარცხი უნდა განეცადა იმისთვის, რომ აქედან რაღაცა ნორმალური ამოზრდილიყო და ამიტომ ვარ ახლა ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ ხალხმაც ხო ეგ უთხრა. რასაც მე 20-20-დან მყვიროდი, რომ თქვენ არ განასახიერებთ ხალხის ინტერესებს. 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე რაც ოპოზიციას გაუკეთა მისივე ამორჩეველმა, ეს იყო ის პასუხი, რის გამოც მე დაბლოკილი ვიყავი ყველა ტელევიზიიდან საერთოდ. ის გაუკეთა ქართულმა ხალხმა, უთხრა რომ მე შენ არ მინდიხარ, მე შენ არსად არ გამოყვები და 28 ნოემბერს რეალურად ბიძინამ გამოყარა ეს ხალხი გარეთ. ბიძინამ შექმნა კრიზისი, ბიძინამ შექმნა არ მიიღო ხო ოპოზიცია, ანუ პროტესტმა ეს ხალხი. და ეხა ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩემი აზრით და ეხა რასაც უყურებთ, აი გინდა აი ამ რო აპარტიასთან კომუნიკაციაში, გინდა სალომე ზურაბიშვილთან, შეცვლილია ვითარება, ანუ ძალიან დაფიქრებულები არიან. ყოველ შემთხვევაში ვისთანაც ძივართ ეხაც მაგ შეშიც არიან და ესეც დააფიქრებდა ალბათ არც არავინ ელოდა ასე უცებ ერთბაშად ყველა თითქმის ყველა ლიდერის ციხეში გაშვებას. ხო, შოკშიც არიან და ეს მერე უბიძგებს გადააზრებისკენ ბევრი რამის. ასე რომ როგორ გითხრა, მე ზოგადად მიჩვეული ვარ და მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი, რომ როცა ცხოვრება ლიმონს გესვრის, იქიდან ლიმონათი უნდა გააკეთო და აი ეს რაღაცა ასეთ ლიმონად აღვიქვამ, როდესაც აი სხვა პარტიებთან ეხა მიწევს ურთიერთობა, ეხაც მაგ შეხვედრიდან მოვდივარ, რაღაცა კულტურის წარმომადგენლებს ხვდებოდით, ეს 8 პარტია რა, რომლებმაც თქვათ ერთი გზა ავირჩიეთ და ეს გზა არის ხელისუფლებასთან ართანამშრომლობის გზა, ხო? აი რასაც უყურებ გაცილებით უფრო საქმიანი ატმოსფეროა ჩვენ შორის და ეს რაღაცა ეგოების წელვა ნაკლებად მიდის, ვიდრე ადრე ხდებოდა, ძალიან ტოქსიკური გარემო იყო. ვიდრე ოქტომბერში. თუნდაც ვიდრე ოქტომბერში, გაცილებით მეტად და თან კიდე როგორ არის იცი რომ ეს რაღაცა უკანმდგომი ხალხიც რო გამოჩნდა და შემოვიდა პროცესში. მოგეთ უკეთესი პროცესი მიდის ახლა ვიდრე აქამდე როდესმე მიდიოდა. კეთილი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი, რა ვიცი, მაინც მყარად დგას. არ დგას მყარად, ხალხო, ძალიან ცუდად. არა, სხვანაირად ვკითხულობ. მყარად, ხო, ნუ მყარად დგას პირდაპირ მნიშვნელობით არა. მყარად დგას, კაცი ტიპი ეუბნება იმას, რა ქვია, ტრამპის მესიჯი მაქვს გადმოსაცემიო და დაკომპლექსებული ვარ და არ შეგხვდე მყარად როგორ დგას, რანაირად შეიძლება. მყარად დგას ალიევი. ეს არ დგას მყარად. ნუ დგას, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ისეთია, რიხიანი, იქ სასამართლო
ასეთ განაჩენებს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ იყო ყველაზე ძლიერი, ხო? ნებისმიერი მთავრობა მაშინ არის ძლიერი, როცა თაფლობის თვე აქვს. ხო, პირველი მოწვევის პარლამენტი ბევრად ღირსეული იყო, ვიდრე დანარჩენები შემდეგ. რატომ მაშინ არ დაიჭირა ყველა, როცა ყველაზე ძლიერი იყო? ანუ მაშინაც ხო ესე ვეზიზღებოდით და პირდაპირ უთხრა გიგა ერთხელ არის მასთან შენახვედრი ესე საქმიანად და გადაბარების დროს ტრანზიტის გუნდი რო შეიქმნა, მაშინ ალასანია ესენი იყვნენ თუ გახსოვთ და ნიშას დავალებით შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომ საფრთხების შესახებ გაეგებინებინა. პირდაპირ უთხრა, რომ და თუ კრიტიკას გააგრძელებთ, ჩემსაც დაგიჭირთო და ეხა ესე პირდაპირ უხეშად ესეთი რაღაცის თქმა, ანუ გიგასთვისაც შოკის მომგვრელი იყო ცოტა და უთხრა, რომ კი გავიგებო, რომ ჩვენ დაგვიჭერო, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდი იქნებაო, ანუ ქვეყანას ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებო და დავაბალანსებო. დავაბალანსებო მე ამასო, აი ესეო რა, ანუ აი ამას ეს მოეშალა. ანუ ვეღარ აბალანსებს ვერაფერს, გაექცა მთლიანად და ეს არის ჟანრის ლოგიკა. შეუძლებელია სისტემაში, რომელიც პერსონალურ ლოიალობაზე არის აგებული, რო რღვევა არ დაიწყოს. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში მოხდა, იგივე ჭირს ახლა ბიძინა ივანიშვილსაც, იმიტომ რომ იქ სადაც პერსონალურ ლოიალობაზე არის აგებული სისტემები, იქ ხო პერსონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ანუ პერსონას, ანუ არა წესებით და რეგლამენტით და ასე შემდეგ, არამედ პერსონალური მით და ეხლა იქ მე უკვე თითოეული ადამიანი არის არხი აი ამ პერსონამდე. ღარიბაშვილი იქნება ეს, ლილუაშვილი იქნება, ვინც არ უნდა იყოს, აი ვინც ჩამოიშორეს და ამ ადამიანების ქვეშ არის მთელი ინფრასტრუქტურა, ბიზნესების, ვიღაც ხალხის, იმის, რომელიც მაგისი მეშვეობით ლაგდებოდა სისტემასთან. ანუ სხვა რამე არ არსებობს, ანუ არხები იყო ესეთი, ანუ ვიღაც პერსონების მეშვეობით ლაგდეს, სადაც სასამართლო არ არსებობს, საწესები არ არსებობს, სადაც ანუ სამართალს ვერსად ვერ იპოვი, წესრიგი მყარდება კორუფციულად, ნეპოტისტურად, ახლობლობით, კლანურად, ხო? და წარმოიდგინე ახლა ეს ერთი ესეთი სისტემა და მეორე ბიძინა როცა ძალაუფლებაში, ანუ ეს ყველაფერი, ეს ხალხი, გინდა ლილუაშვილი აიღე, გინდა კალაძე აიღე, გინდა ხელისუფლებაში ხო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ბიძინაა. ანუ ბიძინას მანდატით არიან, ხო? ბიძინას ზურგით მოვიდნენ. ეხლა ლილუაშვილს ვინ აირჩევდა ესე? ან კობახიძეს ქართველი ხალხი რატო აირჩევდა, ხო? ესე ცალკე აღებულს, ანუ ბიძინათი მოვიდა. როცა ბიძინა მოვიდა და ესენი მოვიდნენ, ბიძინაზე ხო გაცილებით სუსტები იყვნენ, ანუ არარავობები იყვნენ და ბიძინას საკუთრებები იყვნენ ლამის. და ეხლა წარმოიდგინე, გავიდა რაღაც დრო, ეს ხალხი ბიძინას ქვეშ და ბიძინას ზურგით, ბიძინა როგორც ხედავს ამ ყველაფერს, გამდიდრდა, გავლენა მოიპოვა, კლანები დაამდიდრა, გაიჩინა ეს კლანები ყავთ და ამათზე დგანან და ფული აქვთ. და ამ დროს ბიძინას ეს ფული აკლდება, ბიძინა დარტყმებს იღებს დასავლეთიდან და პერსონალური სანქციების ქვეშ მიიჩნევს თავს და ესენი ამ დროს გულაობენ და უფრო ძლიერები არიან. ავტომატურად იწყება ეჭვიანობა, ავტომატურად იწყება რღვევა, იმიტომ რომ პერსონალურ განწყობებზე აგებული ეს ყველაფერი. ძალიან ხმაურიანად საჯაროდ დავარტყი 2013 წლის 17 მაისის მერე გიგა ჯერ კიდე მისი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ვაშინგტონში ვიყავით, მაშინ მახსოვს რომ ძალიან გაუბრაზდი 17 მაისის პოგრომი რომ მოხდა თუ გახსოვს. ეგეთი რამე საერთოდ ნანახი არ მქონდა. ერთადერთი მიზეზით აღმოჩნდი იმ 50 კაცთან ერთად, იმიტომ რომ დავინახე რომ ძალიან ბევრი ხალხი გროვდებოდა და ეს მრევლი რო გროვდებოდა და ასე შემდეგ. მეთქი მარტო როგორ დავტოვო რა, ანუ ამ დროს ეს ხალხი და მივედი იქ. მახსოვს მაშინ ელენე ხოშტარია და მე მივედით და აი მივედით თუ არა უცებ აი ეს პოგრომი დაიწყო, რაღაცა საშინელება ხდებოდა რა, უბრალოდ ეგეთი რამე ნანახი არ მქონდა. თან ვერ მოვდიოდი, იმიტომ რომ ჩვენი ჟურნალისტებიც იქ მუშაობდნენ, ამათ რეპორტერებს ზოგს ჩვენება ქონდა მიცემული. ეხლა რო ალტინფოს ხალხი არის თუ რაღაცა მაგაწინააღმდეგ დაჭერილები რო იყვნენ, ამიტომ იმათაც ვერტოვდი სანამ ესენი მოვაგროვე, რაღაცა კოშმარი და ბუნებრივია რომ დიდი ის მიდის და ვინამ დაიბარა ბრიფი და ბიძინამ ამ დროს გამოაქვეყნა რაღაცა ტექსტი, იფიქრებდი რომ ჰამილტონია. კარგი, ჟან-ჟაკ რუსო. ნინო იმისი, რა გვარია ის ნინო, მერე წამოვიდა ახლა თავისუფალ დემოკრატებში იყო. გოგუაძე, ნინო გოგუაძის დაწერილი სპიჩი იყო. და რაღაცნაირი სპიჩი თქვა, ვიცომ ეს ყველაფერი რაც მოხდა, ეს ჯოჯოხეთი, მისი პერსონალური დამსახურება არ არის და ამის მერე მიშამ დაუძახა ბრიფინგს და ჩვენ უკვე ამერიკაში ვიყავით მე და გიგა. ვაშინგტონში ვარ რა და ჩავრთე ეს ისა და კითხვას პასუხობს და ახლა რა საკვირველიაო, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოსო, დაცულიო, მაგრამ საკითხავიაო, კიდეო რამდენად უპრიანი იყო რაღაცა აი ამ ღონისძიების გამართვაო იქო, როცაო ქაშვეთშიო ავღანეთიდან ჩამოსვენებული ჩვენი ვიღაცები ეშვა და მეთქი შენი დედავატირე, ანუ აი ურჩხული ხარ, უკაბილო ურჩხული ხარ ჩაულებრივად, რაც გებრძოდა, იმად გადაიქეცი და მაშინ მახსოვს რომ დავწერე რომ პრეზიდენტო მეთქი თქვენ წუწკი ხართ თქო და
ვერდიქტებიც დაგჩლუნგებიათ მეთქი, თუ გგონიათ, რომ აი ეს განცხადებები თქვენ ძალაუფლებას დაგიბრუნებთ, ხო და ეს გაუშვი. უშრების საბჭოს მდივნის ცოლი. ამ დროს ეს და მაშინ მახსოვს რომ ჩამოიქცა კი რაღაც ყველაფერი გიგა და რაფაელ გლუქსმანი რაღაც შეხვედრაზე იყვნენ და იქიდან ცალკე რაფაელი მირეკავდა ცალკე ის მინო ისტერიკა იყო სრული რა დაწერე. კონეტიკო ტავენიუზე მე წინ გავრობოდი უკან ეს ორი მომდევდა მაგრამ კარგი იყო სწორი იყო რომ დავწერე. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ და მე დაგემშვიდობებით. სად ხედავთ დროის სარტყელში რომ ვიკითხო, საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ და ამიტომაც გეკითხებით ახლა, ასე რეალურად სისტემის დაცემას. აი როგორც წესია ესეთ რაღაცებს არ ვიძახი ხოლმე, მაგრამ მე მჯერა და ეს მხოლოდ ჩემ წმენაზე არის დაფუძნებული, რომ ჩვენ თუ შევძელით ახლა ნორმალური კამპანიის ჩატარება და თვითმმართველობის არჩევნება წოდებულ ფარსში რეჟიმის მარტო დატოვება, შემდეგ ნიაღვარს უკვე, ანუ დავხვდებით ფორმაში, შემდეგ ნიაღვარს, რომელიც აუცილებლად იქნება და რეჟიმი ამას ვეღარ გაუძლებს. ანუ მე მგონია, რომ ჩვენ თუ ღირსეულად შევძელით გავლა იმ ფარსის, რასაც რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებს უწოდებს და მანდატს იზოლირებული დავტოვეთ, აი ეს ტრიადა შეიკრება საერთაშორისო დონეზე იზოლირებულია, ეროვნულ დონეზე იზოლირებულია, პარლამენტში მარტოა, ადგილობრივ დონეზეც თუ მარტო დავტოვეთ, გამოეცლება უბრალოდ საყრდენი და მგონია, რომ ცვლილებები დაიძრება. კეთილი. დიდი ეს მადლობა. მჯერა ყოველ შემთხვევაში და მართლა მგონია, რომ ესე იქნება. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ ინტერვიუსთვის და ვიდრე დაგემშვიდობებით, სანამ აქ ამოვიდოდი, დაგხატეთ. აი ამ მდგომარეობაში და მინდა რომ დაგიტოვოთ საჩუქრად. დიდი მადლობა. აბა, რა ხდება? ამ შემომჯდარი ვარ რაღაცაზე, ხო, ზემოთ? ამ შენობის სახურავზე. ხო. აქ თბილისია, თუ დააკვირდებით. კი. ეს თქვენ ხართ, აი ამ პატარა სკამზეროვზი ვარ, ეს მე ვარ. ვაუ! დიდი მადლობა. ესე დაემთხვა ჩემ ბლოკნოტის 13 რიცხვს, რომელი თვეა, არ ვიცი ოღონდ. 13 მარტი? ხო. 13 მარტი. კი ბატონო, 14 მარტს არის და ჩემი დაბადება. ასე რომ. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ პირიქით. ნახვამდის.